მესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 139-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გვიყუროთ Facebook-ზეც, პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზე პალიტრა ნიუსის არხზე. დღეს პარასკევია, ჩემთან ერთად არის დათო ზურაბიშვილი, რომელსაც ასევე მივესალმები, გამარჯობა. დავით. მოგესალმებით, მე მივესალმები ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. მოკლედ, ასეთი ამბავი გვაქვს დღეს პრემიერ-მინისტრის, ასე ვთქვათ, ანგარიშია პარლამენტში და ძირითადად მის, ასე ვთქვათ, მარგალიტებზე ვისაუბრებთ ალბათ დღეს. ბევრი საინტერესო რამ თქვა და მე, ასე ვთქვათ, გადაცემის მიმდინარეობის დროს წავიკითხავ ამ გამონათქვამებს, მაგრამ ეხლა როგორც გვაცნობეს, დიდი ჭუბის მოყოლია ამ ყველაფერს პარლამენტში, რაღაცა ჭუბი ამტყდა რა პარლამენტში, გახარიას გუნდის წევრებსა და ოცნების გუნდის წევრებს შორის და ხალხის ძალა ხوار. ხო, და ნუ არ ვიცი, ხა კადრები როგორც კი გვექნება, გავუშვებთ და ვაჩვენებთ, იმედია მალე გვექნება. არ არის ეს სახუმარო ამბავი, იმიტომ რომ რა არის, და ოცნებას იგავს აბსოლუტური უმრავლესობა, ხო? ეხლა სულ ამდენია იმ გახარიას პარტიიდან 10 თუ 12 მეტიც არ არის, მაგდენიც არ არის. engor საკმაოდ პატარა წარმომადგენლობითი დელეგაციაა და ეს არის იმის გამოვლინებაც, აი სხვადასხვა ამ სოციალურ ქსელებში, საჯარო გამოსვლებში ხლის თანამდებობის პირის შეურაცხყოფას კრიმინალიზება რომ მოახდინეს, ანუ აკრძალვა, რომ აი ნუ ლაპარაკობთ ჩვენზე ცუდს, ჩვენ ნუ რაღაცა სიძულვილისენით ნუ მოგმართავთ სიძულვილისენით, სულ სხვა რამის ქვია და არა იმას რომ მაგალითად ვიღაცა სულელი უწოდო კონკრეტულ ამბავთან დაკავშირებით და თუნდაც ისე სრულიად სხვა რამეა. აი ეს მომენტი საერთოდ სოფლიოს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ვისაც საერთოდ პრეტენზია აქვს დემოკრატიის, არ ხდება რომ ხელისუფლების წარმომადგენელზე რაღაც აუგის თქმას მოყვეს რაღაც ასეთი სასჯელები, ცუდის თქმას. ეს როგორც წესი არის რაღაც ბანანის რესპუბლიკებში და ასეთ ქვეყნებში, როცა ამით იცავენ თავს, რომ აი ვერ გაბედოს ჩვენზე რამის თქვა. ხო და აი ეს მომენტი რომ როგორ ბედავთ. აი ეს момენტი როცა აქვს ხელისუფლება, ეხლა იქაც ვიღაცა κρიტიკა ვერ აიტანა, აშკარად რა ვერ აიტანა მკვეთრი კრიტიკა. ხო, რას მოყვა ჯერ არ ვიცი, ნუ სულ ახალი ამბავია და გვექნება ინფორმაცია, შევეცდებით რომ მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. აი ასეთი რა უნდა ყოფილიყო. ხო, ნუ რამდენიმე ის იყო შელაპარაკება, რამდენიმე მწვავე განცხადება ჰქონდათ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, მაგალითად ვიკა ფილფანმა მიმართა, რომელ ღირსებაზე ლაპარაკობთ, აუზე ირუჯებოდით, როცა აღლომი მიმდინარეობდა, კარგად იცით რომ გავრილოვის მასპინძელის თქვენ ხართ და ვერ გიშველით ბაქოში გაქცევამო, გიშველათო, გისურვებთ მოიშოროთ გახარიას კომპლექსიო და ტახრედელიანმა მიმართა თქვენ გიცავენ მასონების მკვლევარი მარიამ ლაშხი, სააკაშვილზე წიგნების მწერალი სოსიაშვილი, სანამის წერდა გიორგი ჩაკვეტაძე სააკაშვილთან ფოტოებში პოზირებდა. ესა ქართული ოცნების ჩინური ვერსიის სახეო. ნუ მოკლედ ერთადერთი ოპოზიცია არის, მოგეხსენებათ პარლამენტში და განცხადებას ძირითადად ისინი აკეთებენ ამ თემასთან დაკავშირებით. ხო, ნუ როგორც ვიცი, შარაშენიძესთან დაკავშირებით მომხდარა ჭუბი, შარაშენიძემ რა თქვა? არ ვიცი, შარაშიძემ ხო რა თქვა, არ ვიცი, მაგრამ ნუ იმედია გავიგებთ. თუ ის ქალებზე დაიმოღმენ ეტყობა, მაგრამ ქალს ახლა ხო ვერ დაარტყამდე, ეტყობა ეს კაცი იპოვის და ხო, ეხა ვიკას ვერ გავახავდნენ, ხო, შესაძლოა. და ეტყობა ამაზე იყარეს ჯერ. ნუ მაგრამ ნუ პრინციპში რომ შევხედოთ, არის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი ახლა ამ როცა დარწმუნებული. ქონია კადრები და მოდი ნახოთ ეს კადრები, ოღონ რას მოყვა ჯერ ისევ არ ვიცი. აა, კარგი ჭუბი ყოფილა. ესე იგი მოგა დიდი ამბავი მომხდა რა. ხო, ჭუბი როგორ დაიწყო იმის კადრები აიტყობა არ არის. ალბათ ეს ინფორმაციასაც მივიღეთ, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ახლა, ნუ პასუხისგებლობა ყოველთვის არის უმრავლესობის მონებრივი. ხო, ნუ ვიკა ფილფანმა კიდევ ესეთი რამ უთხრა, თქვენ ხართ ის ვინც გავრილებით ჩამოიყვანა, თქვენს პირობებში შეწყდა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა, ნამყოფი ხართ თემურ ლენგის საფლავზე, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან არა. რატომ არიან თქვენი კოლეგები დასანქცირებული და თქვენ არა?
ხო. ნუ მოკლედ ეტყობა ძალიან გაამწარა გახარიას პარტიამ და აი ეგ არის პარლამენტში ხო მე აქ ყოველთვის ვისაუბრე ხო ეხლა შენს მაგალითად ემხრობი მე მგონი რომ პარლამენტში იყოს ოპოზიცია და აი ეგ არის პარლამენტში ოპოზიცია იმიტომ რომ აგრო 60 ოპოზიციონერი იყოს არ იჩხუბებდნენ მაშინ ან არა ან ყოველ შემთხვევაში ასეთი უთანასწორობისიც არ იქნებოდა სიტუაცია როცა ბევრია მეორე ცოტა შენს მოერიდები რომ თო შეიძლება აქეთაც მოხდეს ეხლა ცოტანი როცა არის მაშინ ყველა დიდგუზია შენ რომ ბევრი ხარ ხო მე რაღაც არ მახსოვს რომ იქ ესა მორიდებოდნენ სხვა დროს როცა ოპოზიცია იყო მაგრამ ეგ არის ასე ადვილად 60 ადამიანს ვერ გალახავენ ასე მარტივად რა ვიდრე 10 სახარ ხო ანუ ეს კადრები კიდევ აგერ თუმცა ხო ოცნებას ისეთი ხალხი ყავს ზედაღი ჩხუბის კადრები უბრალოდ საინტერესოა რას მოყვა ჩხუბი ანუ რომელ განცხადებას ეს თუ იქნება ამის კადრები ეს არის საინტერესო ანუ როგორ დაიწყო ჩხუბი იქნება ეს ლოგიკა ნახეთ ხელჩართული ჩხუბი არის პირდაპირ ნახე რამდენი ადამიანი დაესია რაღაცა სულ არ ვიცი 8 კაცი ყავს ახარიას 9 კაცი პარლამენტში იქიდან უმეტესობა ქალები არიან და აი ეგ არის ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში ხო და მე არ ვიცი როგორ წარმოგიდგენია ქართულ ოცნებასთან აი ასე ვიცოდი რომ ასე რაღაცები იქნებოდა თქვი კიდეც ესე მიწერია კიდეც რომ იქნება შეურაცხყოფები და შეიძლება ფიზიკური ხელყოფაც იმიტომ რომ ესენი მიეჩვიან უკვე რომ ოპონენტების რეჟიმში არ არიან ცუდია რომ ამას მივაჩვიეთ მეთქი მაგას ვამბობ 60 და 70 ოპოზიციონერი რო იყოს ან გამედავს ან არა ასე თუ ისე თუ არა ნუ რამდენი ადამიანი ურტყამს თან მაგლა ერთი ორი კაცია და ესე ანუ ყველა ცდილობს რომ ხელი დაარღვას მაგლა ეს მე იქნება გარჩევა ალბათ აი ბატონო ირაკლი მე ასე დავარტყი და იმან იქნება რომ მოკლედ საერთოდ თხოვ რომ იქნებ მოვიპოვოთ კადრები როგორ დაიწყო ანუ რა განცხადებას მოყვა ანუ შარაშიძის გამოსვლას მე რა უპასუხეს თუ არის რომ თან რო ეთერში ხმა ის ჩვენც რო გვესმოდეს ხმა აქ სტუდიაში იქნება ესეც უზრუნველყოთ რომ გავიგოთ ხო ნუ ახლა ყაყანია როგორც ამბობ ხო ნუ გამოსვლა თუ გვექნება ხო ნუ როგორც არის ეხა ეს არის ძალიან ტიპიური სიმახინჯის ილუსტრაცია რაც არის ჩვენი ხელისუფლების წარმოადგენს პარლამენტში ვერც თავრობაში უკვე სოციალურ ქსელებსაც გადაწყვეტს თან ეხა გახარიას პარტია არ არის დაკომპლექტებული ისეთი ხალხისგან რომლებიც რაღაც იუსდელებდნენ იქ ხო არ ვიცი ეხა თუ იუსდელა რამე არ ვიცი მაგრამ ცოტა ვერც არ მომიდგენია ხო მაგრამ ნუ კრიტიკაც ვერ აიტანეს როგორც არ ვიცი ნუ ნახოთ რას მოყვა ჯერ არ ვიცი მართლა არ ვიცი მე კიდე იმჩებაზება რომ რაც არ უნდა ეთქვათ ეხლა გასაგებია რა იქ 50 ადამიანი არ უნდა დაესიო როცა ცოტანი არიან პირიქით ეს რა ვიცი ეხლა პოლიტიკური ცხოვრება წესია და პოლიტიკური ცხოვრება არ აქვს ზოგჯერ ხდება კი შეიძლება ვიღაცამ თავი ვერ შეიკავოს რაღაცა მაგრამ იქ აშუქება აქ არის წაესიენ სწორედ და თელი უბრალესობა წაესია იქ სხვა მე იტყვი რომ ეხლა ეს სხვაგანაც ხდება სხვა ქვეყნებშიც უჩვენებენ რომელიღაცა განვითარებული ქვეყნის რაღაც პარლამენტს და ჩხუბი რო ხდება ერთია მაგრამ აქ ეხლა არის ტიპიური ამბავი ჩემი აზრით რომ ვერ იტანს უკვე ხელისუფლება როცა მას აკრიტიკებს ხო ეს კადრები იყოს ჩარჩოში მე მგონი ჯობია რომ სული ტრიალოს კადრებმა თუ არის შესაძლებელი ჩვენთან ერთად ასე ვთქვათ ჩარჩოში ჩვენ ჯობია გადავიდეთ თვითონ პრემიერის მოხსენება რამდენიმე რამეს წავიკითხავ პრემიერის განცხადებიდან ხო ვიკა ფილფანს უპასუხა პრემიერ-მინისტრმა რომ გავრილოვი ერთად ჩამოიყვანეთო მეო და თქვენმა ლიდერმა გახარია მოიშინა გასაქმეთა მინისტრი იყო და თუ არ უნდა შემოშვა რატო შემოიშვა ქვეყანაში შეიძლება არ შემოეშვაო ეგეთი პასუხი გაცდა საინტერესო არის ომში ჩართვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა მან ამასაც წავიკითხავ რაც შეეხება deep state და იმას თუ ვინ დარეკა ომში ჩართვასთან დაკავშირებით ომში ჩართვასთან დაკავშირებით არ დაურეკა თავის დროზე დარეკეს იმ დროს როდესაც დაიგეგმა გახარიას გადაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან მაშინ იყო ზარი თქვა კობახიძემ რაც შეეხება deep state და იმას ხო მაშინ იყო ზარი ის ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრის რაც შეეხება ომში ჩართვის შესახებ მოთხოვნა დაგვიყენეს შეხვედრაზე. ეს არ იყო ზარი, ეს იყო შეხვედრა, რომელიც შედგა თბილისში, იყო ორი ასეთ შეხვედრა. ერთ-ერთს მეც ვესწრებოდი. ეს არ იყო ზარი, ეს შემიძლია დაგიზუსტოთ, ამბობს პრემიერ-მინისტრი. ნუ არ პასუხა. ნუ აი ზარი ხო გვახსოვს რას ამბობენ, რომ გახარია რომ გადაყენებაო გვინდოდაო
მაშინ 20 მისის მერეო და დაგვირეკესო და გვითხრესო, დარეკესო და გვითხრესო, კი არ გადაყენებთო პრემიერ-მინისტრად დანიშნავთო და ჩვენცო რა გვექნაო ხა დიფტეის დავემორჩილოთ, ეს ადრე აქვს. რა თქვა, იმიტომ რომ მაშინ ესეთი ძლიერები არ ვიყავითო, რომ და რა გაძლიერდა ამისთანები, ასეთი რა ძალა შეიძლება სუპერ ძალა შეიძლება წელიწადში ასეთი რაც მაშინ არ ქონდათ იმისთანა და მეორე წერტი რაც შეეხება ხა შეხვედრა იყო ეს არის როგორი რაღაცა ეხლა მე რო ვთქვა ეხლა რა ის რაღაცა შეხვედრაზე ვიყავი ვიღაცები მოვიდნენ აი მითხრეს რომ რაღაცა ზედ ცუდი რაღაც უნდა გააკეთო და არ ვამბობ ვინ მოვიდა სად მოვიდა ვინ იყვნენ არაფერს არ ვიტყვი ეხლა ასე შეუძლია ნებისმიერ ადამიანმა თქვას ნებისმიერ რაღაცას ეს არ არის არასერიოზულია სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელი პირისგან ოფიციალურად პრემიერ-მინისტრისგან და თავრობის წევრებისგან ასეთი განცხადებები არის არასერიოზული. თან რაღაცა მინიშნებებია, ბუნებრივია რომ ლაპარაკია, ეხლა ბუნებრივია ხარ რუსებზე არ არის ლაპარაკი და უზბეკეთის და ყირგიზეთის ან თუნდაც აზერბაიჯანის სომხეთის წარმომადგენლებზე არა. აქ არის მინიშნება რომ არის რომ ვიღაც არიან ამერიკელი ან ფრანგი ან გერმანელი დასავლეთიდან მოკლედ, მაგრამ ვინ არის? ვინ იყო, რა თანამდებობა ეჭირა, რა თქვა, კონკრეტულად რას გვთავაზობდა აი ამაზე არაფერს არ გვეუბნებიან და ეხლა ესე გამოდა დაუჯეროთ ჩვენ უნდა ვენდოთ კი ხო კიდე ერთი დობის ეს თემა არის ეხლა წავიკითხავ ამ განცხადებას მანამდე შევახსენე მაყურებელს ვინც ახლა შემოგვიერთდა რომ პარლამენტში ატყდა დიდი ჩხუბი გახარიას პარტიის წევრებით ცემეს ფაქტობრივად ოცნების აი ოცნებას რამდენი დეპუტატი ყავს 80-მდე სადღაც გახარიას 8 დეპუტატი იქიდან ნახევარი ქალებია და უფრო მეტი და ესეა მთელი პარლამენტი ხედავთ ამ კადრებს ადევნებთ თვალყურს ხო წავიკითხე რომ ვიკაფილფამ მიმართა რომ იმაზე ხარ რა ქვია არ ახარ საოკუპაციო ხასთან ხო აი ეგ არის ძალიან საინტერესო ირაკლი კობახიძის პასუხი ამ რაობას ამ ვიკაფილფამმა უთხრა რომ თემურლენგის აფლავზე ხარ დამყოფი და საოკუპაციო ხასთან არავ ეს იქიდან გამომდინარე რომ ერთხელ გახსოვს უთხრეს ჟურნალისტებმა რატო არ ჩადიხარო და რა შეცვლისო ჩემი ჩასვლა ხო რა საჭიროა რომ იქ ჩავიდეო და ეხლა თქვა რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხასთან კამერების გარეშე ეხლა მაინტერესებს შეგჯერა თუ არა ამის რომ ჩასულიყო საუკეთესო ხასა ყველა ლამისარი ტუალეტში კამერები შეყავთ რომ ყველანაირი მათი ასე ვთქვათ აქტივობა გადაიღო და საოკუპაციო ხასთან ჩასულიყო და კამერა არ წაგეყვანა არა როცა წაეყვანა კამერა შეუძლებელია პრემიერ-მინისტრი ასე დადიოდეს და ვერ გაიგოს ვერავინ და არავინ არ იცოდეს ეხლა ვიღაცა ტელეფონით მაინც გადაიღო ჰარუნ არ-რაშიდი რო იყო ხალიფა და გადაიცვალა და ხალხში დადიოდა ასე თუ გადაიცვალა ჩუმად გაიარა არ ვიცი და ეხლა პრემიერ-მინისტრი მიდის სადღაც და ხა ის გახდეს იქაურება მაინც უნდა იცოდეს ყველა მაგრამ საერთოდ არ არის და თან თვითონ უარყოფდა ამას თვითონ ამბობდა სულ ცოტა ხნის წინ რომ რა მინდა მე იქ სულ არაა საჭირო ჩემი ჩასვლა ამას ამბობდა ეხლა ხო ღია და ეხლა ადრე შემოატრიალა მაინც ჩათვალა ეხლა ეტყობა რომ თლაც ეხლა თემურლენგის აფლავზე რო იყო ფაქტია ხა ამას ვერ უარყოფს და ეს არის დიპლომატიაში გახოს და აი იქაც დავდივარ როგორც ჩუბა და იგივეა ზუსტად ან უნდა დაუჯეროთ სიტყვაზე ამდენ არაფერი ფაქტი არ არის და დაახლოებით აი როგორც ეგ საოკუპაციო ხასთან იყო აი ისე ვიკითხებდნენ ომში ზუსტად რა მე ასე მგონია რა დაახლოებით ერთი კატეგორიაა ეგ ხო აღსანიშნავია რომ ახალი პატრიარქი ესწრებოდა ანგარიშს პრემიერ-მინისტრის პრემიერმა მას მადლობა გადაუხადა თუმცა უნებრივია მადლობა ვისაც გადაუხადა კიდევ ვინ იყო აბა თუ გამოიცნო პატრიარქის გარდა ნუ ალბათ ბატონი პრინციპი ვერ იქნებოდა ხო ამას დიდი გამოცდილება ბუნებრივია არ ჭირდება მინდა მადლობა გადაუხადო ბიძინა ვენიშვილის ის რომ ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში ის რომ ქვეყანა ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და აქვს ეკონომიკური პროგრესი არის პირველ რიგში სწორედ მისი დამსახურებაო ნუ როგორც ჩანს ბიძინა ვენიშვილისთვის მადლობის გადახდა არის სავალდებულო ასე ვთქვათ ხო ეგ უკვე რაღაცა არის ადრე. აქამდე გვეგონა რომ ირაკლი ღარიბაშვილის ის იყო პირადი ინიციატივა სულ მადლობას უხდიდა და თვითონ ვაკეთებდა და ეს სხვა არ აკეთებდა ამას იგივე მის თავრობაში თუნდაც არ ეს უფრო ითვლებოდა რომ რაღაცა პიროვნული ამბავია მისი რა ეს უფრო ახლო კადრები უფრო ახლო კადრებს ხვდებათ კიდე შეგახსენებთ პარლამენტში ვინც ახლა შემოგვიერთდა ატყდა ჩხუბი და ფაქტობრივად ერთი კაცი ცემეს ნახე რამდენი ადამიანი მოთხოვს შეხედე გიგაფარულოვა არის ერთი კიდე გახარიას პარტიის წევრი ვინც არ იცის ვეტყვი და ის ცემეს ყველაზე მაგრამ აი ესე დაწყებულა ჩხუბი ხო ანუ რას მოყვა ჩხუბი არ ვიცით ჯერჯერობით
ხო, არ ვიცი ხა, გახარიას პარტია ამის მერეც დარჩება თუ არა პარლამენტში? არა, პარლამენტში მე არ მგონია რომ გახარიას პარტია რომ გამოვიდეს პარლამენტიდან რა აზრი აქვს, ხა ჯობია იყოს იქ და უჟალო ნერვები ხანდახან მაინც. ხო, აი აქეთ გამოდიოდა და ხა აქ დახვდნენ. აქეთ მხარეს და ეს გორდულაძე აქტიურობს. ხო, ვიღაცები ხელს აფარებენ. ის შარაშიძე აფარებს ხელს, თავისი პარტიის წევრები ხელს აფარებენ და ეს გორდულაძე ურტყამს. აჰა, სხვაებიც დაესინენ ხო. გამოსტაცეს ხელიდან. ხო, იმედია გვექნება, შევძლებთ რომ ახარიას პარტიის რომელიმე წევრი მაინც ჩავრთოთ გადაცემაში. გადაცემის ბოლომდე თუ მოხერხდება მათი რომელიმე წარმომადგენლის ჩართვა, კარგი იქნება. უნდა რომ საინტერესოა მართლა რას მოხდა ბიუროკრატების არ როგორც გითხარით არანაირი გამართლება ამას არ აქვს უმრავლესობის მხრიდან ასეც ქცევას მაინც საინტერესოა კონკრეტულად რა იყო ასეთი ხო მიზეზი აპილისბირების ხო იმედი ალბათ ხო გახდება ეს ცნობილი გავაგზავნებ მე ასე ვთქვათ გამონათქვამებით კითხვას როგორც კითხო ნუ ბიძევანიშვილის სავალდებულო მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრმა ნუ ეს მანამდე იყო სანამ ეს ჭუბი მოხდებოდა და ნუ კიდე იყო ტრაბახი ასე ვთქვათ ეკონომიკური ზრდით და ციფრებით როგორც ხო ეკონომიკურ დაზე მინდა 2-3 სიტყვა თქვა მაინც ეს ნახე გორდულაძე რას აქტიურობს ეკონომიკურ დაზე მაინც 2-3 სიტყვას ვიტყვი ცოტა ხნით ეს მოვწყდეთ ამ ჭუბის ამბავს კი ბატონო ჩარჩოში დავტოვოთ ეს კადრები და დაგვაბრუნეთ ჩვენ იმიტომ რომ აქ პირველი არ არის ეგ ამბავის ხშირია ეს ერთ-ერთი თავარი პროპაგანდისტული ხაზია ხელისუფლების რომ აი ჩვენ ეკონომიკური ზრდა მოვიპოვეთ შვიდობა შევინარჩუნეთ და ეკონომიკურად ვიზრდებით ეხლა ციფრებით ნამდვილად შტამბეჭდავად გამოიყურება თუ ასე მხოლოდ ამ ციფრებს ავიღებთ ყოველგვარი კონტექსტის გარეშე კი ზრდა არის ნამდვილად მაგრამ მეორე არის აქ საინტერესო ხოდაშორის თუ მე მინდა გავიხსენო ნაციონალური მოძრაობის პერიოდში როდესაც ასევე იყო და იქ ხოდაშორის დღემდე არის ეს მიღებული და ყველას ასე გვახსოვს მეც მათ შორის რომ ძალიან სერიოზული გაუმჯობესება იყო ცხოვრების ხარისხის აი 2004 წლის პერიოდი 2004-2007 წლამდე სერიოზულად გაუმჯობესდა ყველაფერი მაშინ ეკონომიკაც ეკონომიკური ცხოვრებაც ციფრებშიც იყო ეს გამოხატული მაგრამ თუ ჩვენ შევადარებთ მაშინაც და ახლაც ამ ციფრებს ჩვენი მეზობლებს მაგალითად სომხეთში რა ხდება აზერბაიჯანში რა ხდება იქ როგორ არის დაახლოებით ერთნაირი აი დღესაც დაახლოებით ერთნაირი არის ჩვენი ეკონომიკური ზრდა და სომხეთის ეკონომიკური ზრდა რომელიც ომშია ძალიან საინტერესო თემა არის ხო ეხლა ხო ციფრების მანიპულირება მარტივია ხოლმე არა მეორე მომენტია ნაციონალური მოძრაობის დროს მნიშვნელოვანი რა იყო იქ ეს ზრდა თან გამოიხატა იმაში რომ ყველას შეეხო მეტნაკლებად ანუ მაგალითად გზა არ იყო დაგებული ხო და გაგაწყვეტინებ ტატა ხვედელიანი არის ხაზზე რომელსაც მივესალმებით ქალბატონ ტატა გამარჯობა თუ გესმით ჩემი ავსტებსელი მით ქალბატონ ტატა გესმით ჩემი ხდები რომ ფორს მაჟორული სიტუაცია იქნებ გვითხრათ რას მოყვა ეს ჭუბი და მერე შეაფასოთ უკვე მომხდარი პარლამენტში გესმით ჩემი ეხლა კი ხო რომ გვითხრათ რას მოყვა ჭუბი რატო დაიწყო ჭუბი და მერე რომ შეაფასოთ ეს მომხდარი ამბავი არის მის ისევ ჩემი ხმა ეხლა კი ხანმესის ქალბატონ ტატა რო გვითხრათ რას მოყვა ეს ჭუბი რაცა გადავიღოთ რა პრობლემაა კარგით კი ბატონო თავიდან დაგირეკავთ მაშინ რომ იქნებ უკეთ გამოვიდეს კონტაქტი მე გავაგზავნებ მაშინ ამ ეკონომიკურ ზრდაზე ვლაპარაკობდი ოღონდ იმ ნაციონალური მოძრაობის ამ პირველ წლებში აი ეკონომიკურ ზრდას ხელშესახები შედეგი მოყვა ყველასთვის აი გზები იყო დანგრეული კაკეთ და რესტორანი არ მუშაობდა ამ ტერმინალი შეწყდა ანუ ეს მესიები და არ რიგდება ახლა სიტუაცია ხა ვიღაცა ოთხმა რუსმა სიტუაცია რაღაცა IT კომპანია დაარსა რაღაცა ფული გააკეთა ის რაღაცა ამერიკიდან ბიუჯეტში შეიტანა დააჩენ წაიღეს და ისევ რუსების მიერ მოწყობილ ბარში დაამღერა სიტუაცია ეს ჩემ მეზობელ მაგალითად ანზორს რა ამით არაფერი ანუ
ეს არ შეხებია მოსახლეობის ეს ეკონომიკური ზრდა არ უგრძნია მოსახლეობის აბსოლუტურ ეს იგრძნო იმან ვინც უშუალოდაა ჩართული მოდი ისე ვცადოთ საბადონ ტატასთან გასაუბრება კიდევ ერთხელ მოგესალმებით და რო გითხრათ რას მოყვა ჩხუბი და შეაფასოთ მომხდარი ამბავი პარლამენტში მოგესალმებით ბოდიში რომ ესეთ მდგომარეობაში მიწევს ჩართვა მადლობა ესე იგი არის გამოიწვია ეს ყველაფერი იმან რომ დღესდღეობით აი ამით დასტურდება ზუსტად ოცნების მოძალადეობრივი რეჟიმის არსებობა ჩვენს ქვეყანაში რომ აი ეს საკუთარი რაოდენობრივი უპირატესობით აი ესეთ აგრესიულ ქმედებებს მიმართეს ესეთ მდგომარეობაში მოგვაქციეს აქედან გამომდინარე ნუ დასტურდება ის რასაც ვიძახით რომ ძალადობრივი რეჟიმი არის რომლისთვისაც არანაირი პრობლემა არ არის დღეს მათი პრემიერი არაკომპეტენტური მობრძანდა ჩვენთან საქართველოს პარლამენტში ვერც ერთ შინაარსობრივ შეკითხვას მან ვერ გასცა პასუხი ჩვენ კონკრეტული შეკითხვები დავუსვით დაზუსტების დროსაც კონკრეტული შეკითხვები ჩამოვუთვალეთ, რომლებს ვერ უკასუხა. ისევ აი ამ წვეული დემაგოგიით ცადა რომ გასულიყო ფონს და შემდეგ უკვე ბოლოს მისი გამოსვლის და ანგარიშის შეფასების დროს, გიორგი შარაშიძის გამოსვლის დროს აი ატეხეს აი ესეთი აგრესიული ქმედებების შეძახილები, ნუ მთელი დღე მიმდინარეობდა შეძახილები, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ცემდნენ ერთ შეკითხვას, ვერც ერთ კრიტიკულ შეკითხვას ვერ გასცეს პასუხი. პირველ რიგში ადამიანი, რომელიც აოკუპაციო ხაზთან არ არის ჩასული და ესე იგი ანექსიური ღია დაუფარავი ანექსიური პროცესების შესახებ დუგილს აღწევს ეს ძალა მოძალადობრივი რეჟიმია და ყველამ კარგად დაინახა პირდაპირ ეთერში როგორ ძალადობდნენ ჩვენზე როგორ მოგვაქციეს ალყაში ასე ვთქვათ და აი ეს მდგომარეობა ანუ განსაკუთრებით როგორც ვიხდი ბატონ ფარულავას ერჩოდნენ და რატომ დიახ შეძახილები იყო ესე იგი გიორგი შარაშიძის მიმართ რა თქმა უნდა სიმართლის მოსმენა არ უნდათ არ სურთ და ჩვენ არ ვართ ოპოზიციის ის ნაწილი რომელიც ყველაფერს თავის სახელს არ დაარქმევს ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ მოძალადეს ჩვენ აუცილებლად მივუთითებთ რომ არიან მოძალადეები კორუმპირებულებს ჩვენ აუცილებლად მივუთითებთ რომ არიან კორუმპირებულები და საზოგადოებამ შეაფასოთ საბოლოო ჯამში რა მდგომარეობა არის, იმიტომ რომ ანექსიური პროცესები მიმდინარეობს ჩვენს მიწაზე, მაშინ როდესაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებით ასამართლებენ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ამასთან დაკავშირებით აი რაღაცა ღიმილნარევი საუბრები აქვთ, მაშინ როდესაც რეალური დადასტურება არის იმისა, რომ ჩვენი მიწების ანექსიური პროცესები მიმდინარეობს, მაისიდან დაწყებული და საფუძვლად ედება ეს ყველაფერი მათ თუ არის შესაძლებლობა რომ კადრი ამოყირავდა, კადრი გაასწოროთ და დაგაბრუნოთ ეს. აღარ მესმის საერთოდ. გესმით ჩემი ხვა? თუ ხო, ნუ ვერ გისწორებთ თუ რა ხდება? კი ბატონო. თუ გესმით ჩემი? ხო და ვაკეთებ და არ შვება. კი ბატონო, როგორ ჩანს აღარ ესვის კაბატონ ტატას, ერთი კითხვა მქონდა. კი. ბაბაკიეთ და ძალიან ფორს-მაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდი. კი ბატონო, ბოლო კითხვა მექნება, თქვენი რეაქცია რა იქნება ამ ყველაფერზე? ისევ დაუბრუნდებით საპარლამენტო მუშაობას, ანუ დარბაზში დაბრუნდებით, ისევ გააგრძელებთ ჩვეულებრივად თუ რამე პასუხი გექნებათ ამ? ჩვენი გადაწყვეტილება ის რომ ჩვენ საპარლამენტო მუშაობა დაგვეწყო ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმითი, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად ამ ქვეყანაში და ჩვენ ყველანაირ ბერკეტს მშვიდობიანი ფორმით ცვლილებისთვის გავაკეთებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მიმართავთ და ყველა ინსტრუმენტს
გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დადგეს საბოლოო ცვლილება. ეს არის მთავარი მიზანი ჩვენი საპარლამენტო მუშაობის და ეს არ არის რაღაცა პერსონალურ საკითხებზე დამოკიდებული. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა გჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით დღეს, რომ მთავრობაში არის და ხელისუფლებაში არის მოძალადე რეჟიმი. აი აქ საქართველოს პარლამენტში დღეს იყო ზუსტად ამის დემონსტრირება. მოძალადე რეჟიმი რისი მაქნისია, როდესაც ვერ სცემს ვერცერთ შეკითხვას პასუხს, როდესაც ვერაფერს ვერ აკეთებენ და ამის საპასუხოდ აი ესეთ ძალადობრივ ქმედებებს გადადიან, იმიტომ რომ არიან მეტნი. აი ეს არის დღესდღეობით ოცნების ნამდვილი სახე და ჩვენ ჩამოვუთვალეთ მან კონკრეტული პირები, რომლებიც ყავთ საქართველოს პარლამენტში, იმიტომ რომ განაცებული არის მთელი ოცნება, ეს არის მათი სახე და განაცებულში ზუსტად ამას გულისხმობ ჩვენ, რომ ნაციონალური მოძრაობის დროინდელი მეთოდებით, ნაციონალური მოძრაობის აი ეს ადამიანები იყენებენ ყველაფერს ძალადობრივად ხალხის წინაშე. ანუ დღეს მათი ქმედება ჩვენი მისამართით სრულად ასახავს იმ ქმედებას, როგორც ექცევა ოცნება საქართველოს მოსახლეობას და როგორ ექცევა ოცნება საქართველოს სახელმწიფოს. აი ეს არის. დაზიანებები თუ მიიღეს თქვენმა წევრებმა, ფიზიკური დაზიანებები აქვს? სამსახურის ადიკვა. რა თქმა უნდა, ფიზიკური დაზიანებებიც მიიღეს, ჩვენ სამწუხაროდ მოგვიწია სასწრაფო ხმარების გამოძახებაც. რა თქმა უნდა, მეტნი არიან და სპორტსმენები არიან მათ რიგებში და ძალიან ბევრი არიან. რა თქმა უნდა, მივიღებთ დაზიანებას, თუმცა ჩვენ ძალიან პრაგმატულად, ცივი გონებით, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი ფუნქცია, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ აი ეს მოძალადეები მშორდნენ ამ ქვეყნის მმართველობას. ესე მოხდება, ძალიან მალე იქნება ეს და ამ ყველაფერს გაეცემა შემდეგ სამართლებრივი და რა თქმა უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობაც და პასუხი ამ ყველაფერს გაეცემა. მანდატურები თუ ჩაერივნენ, ან პრემიერ-მინისტრის დაცვას თუ იყო იქ, არ ვიცი რა. რაღაც შეჭდაბეჭდილი მარჩება, რომ რაღაც მაინც და მაინც ვერი აქტიურა მანდატურის. მანდატურები თუ ჩაერივნენ, ან რამე თუ მოიმოქმედა პარლამენტის სამსახურმა შესაბამისად. ცდილობდნენ რომ განემუხტა, თუმცა არაფერი ახლა მეც მომიწია შუაში ჩადგომა და ფაქტურად რამოდენიმე დეპუტატის ხელი კინაღა მომხდა, ოდნავ რომ არ გავწეულიყავი, მომხდა თავში კინაღა. და აი რაღაცა შეურაცხყოფელი ფრაზებით და შეურაცხყოფებით, არაქართული, არაკაცური, ანუ არაფერში არ ხდება ეს, არც თბილისურში, არც კაცურში, არც ქართულში. რაღაც რელიგიაზე საუბრობენ და მორწმუნეობაზე საუბრობენ და ესეთ ქმედებებს ახორციელებენ ისტორიულ შენობაში ადამიანებზე, რომლებიც რაოდენობრივად არიან ცოტანი, ხა ჩვენ 12-ნი ვართ რაოდენობრივად, მათზე ბევრად ცოტანი ვართ სამწუხაროდ. და ვართ ასევე 6 ქალი და 6 კაცი ჩვენს ფრაქციაში. და აი ქალების მიმართაც ესე აგრესიულად, რა თქმა უნდა, ეს არ არის, ეს არის ქალების მუნჩივანი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელიც არ გაჩერდება არაფრის წინაშე. მათთვის მხოლოდ არის ძალაუფლების შენარჩუნება და მათთვის მხოლოდ არის ივანიშვილის ბრძანებების შესრულება, ივანიშვილის ბრძანებების შეუსრულებლობა გაუტოლეს ქვეყნის ღალატს და ძირითადად აი შეძახილებით. გასაგებია, ხო, მძიმე ფაქტია ნამდვილად, მე დავამატებ ერთსაც. რაღაც ფრაზები გავიგე, რომ ამბობდნენ, რომ 100-ით 0 მოვუგეთო დღეს ოპოზიციას, რომ 100-ით 0-ით მათ რომ მოეგოთ, დღეს ეს აგრესიული მდგომარეობა ამ დარბაზში არ იქნებოდა ნამდვილად. ჩანს კიდევაც როგორ აწყდა ეს ყველაფერი და ვის აწყობდა ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაწყობდა ეს, იმიტომ რომ ჩვენ შინაარსობრივად მათ ძალიან მწვავე შეკითხვები დავუსვით და ყველაფერი იკადრეს. გასაგებია, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის, ტატა ხვედელიანი გვერდდება. მადლობა და დიდ მოდით გიხდით თქვენს და საზოგადოებასაც ოდნავ აყელვებული ვარ და მომიტევეთ. გვესმის სრულად, ასეთი ამბავი მოხდა, შევახსენებ საზოგადოებას, რადიო მსმენელებსაც და მაყურებლებსაც, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის დასრულების შემდეგ მოხდა ჩხუბი, ფაქტობრივად თელმა უმრავლესობამ ცემა გახარიას პარტიის ერთ-ერთი წევრი, ბატონი ფარულავა, გიგა ფარულავა. ჩვენ გვაქვს რეკლამის შემდეგ უკვე სტუმართან ერთად დავბრუნდებით.
ჩვენ რეზიუმე დაბრუნდა ეთერში, შეგახსენებთ რომ მეორე ნაწილში უკვე მე და დათო ზურაბიშვილი შემოგვიერთდა გიორგი ანთაძე, ჯერ საქართველოს წევრი, რომელსაც მივესალმები და ასევე შევახსენებ მაყურებლებს და რადიო მსმენელებს, რომ პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ მოხდა დიდი ჭუბი, პრემიერ-მინისტრის ანგარიში იყო და აგერ ხედავთ კადრებსაც ფაქტობრივად ერთი კაცი ცემა მთელმა უმრავლესობამ ნიკახარიას პარტიის წევრი ფარულავა. ხო, ну ეხა ბოლოს კომენტარი გააკეთა ბატონმა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც ეხა წავიკითხავ, რა თქვა, მან ყველაფერი გახარიას პარტიის წევრებს დააბრალა. თქვა ასეთი რამ შალვა პაპუაშვილმა, რომ გახარიას იცით სინამდვილეში რაც მოხდა და რაც იკადრა თქვენმა კოლეგამო. პაპუაშვილი თქვით, მიუხედავად კოლეგიალურ დამოკიდებულებისა, რომელსაც უმრავლესობა იჩენდა მის მიმართ და თქვენს მიმართ, სამწუხაროდ უკადრებელი იკადრა. ესა უნდა განმეორდეს ამ დარბაზში ასეთი სახის დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ ფრაქცია საქართველოსთვის ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდანო. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ წერტილამდე მივიდა დღევანდელი სხდომა, სამწუხაროა, რაც მოხდა, მინდა მივმართო ფრაქცია საქართველოსთვის წევრებს, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება კოლეგების მიმართ. ასეთი ტონალობა, რაც მოხდა, არ მინდა შინაარსში შევიდეო. ანუ მათ დაბრალდათ, ასე ვთქვათ, ფრაქცია გახარიას წევრებს. რავი, სხვა თემებზე ვაპირებ თქვენთან ზირთაცავად, მაგრამ რა კომენტარს გაუკეთებით ამას, რაც მოხდა პარლამენტში? რა კომენტარი უნდა გააკეთო? სამწუხარო სურათი არის იმის გარდა, რომ იმის მაგივრად პარლამენტი იმ ძირითადად დეპუტატები იმ ფუნქციას ასრულებდნენ, რაც ეკისრებათ, ეხა თავი რო დავანებოთ ყველაფერს, ხო? აი მე რამდენად ხედავთ უკვე ესეთ სურათს და ძალიან სამწუხარო საყურებელი არის. მე მგონი ძალიან კაი ილუსტრაცია რამდენად ღრმა პოლიტიკურ კრიზისში და ჩიხში არის საერთოდ არა მარტო საპარლამენტო ცხოვრება შესული ქვეყანაში, არამედ მთლიანად პოლიტიკური ცხოვრება დღეს და აი სამწუხარო გამოხატულება ამ ყველაფრის. ხო, ну კი ბატონო, საბოლოოში გაიგო ალბათ რა მოხდა რეალურად, რატო დაიწყო ეს ჭუბი და რას მოყვა, მაგრამ ახლა რაც არ უნდა მეც ახლა ვნახე კადრები გზაში ვიყავ. არ უნდა ყოფილიყო ხა ამდენ კაცი ერთ კაცს რომ ხო, ამ შემთხვევაში უმრავლესობა ნამდვილად უმცირესობაც ема, ხო, ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში და არ ვიცი ეს რა შეფასება უნდა გააკეთო. პაპუაშვილის კომენტარი იყო დაახლოებით აი ეს ფილმი როა რეკორდი თუ გახსოვთ, იქ რო ამბობს ერთი დურო ხუნჯოა, დურო ხუნჯო კი ღინდურო ამბობს პოლიციელი რომ შეაგინა დააბარა სუსად. აი დაახლოებით ეთქვა რა. ზაურობას მაგას რომ ესე იგი შეურაცხყოფი აღერეს აბა გავახავდე რა, მაგრამ იქნება უკაცოდა. რა არის ეს საერთოდ აი რა დონია, რა ის არის ახლა პარლამენტი ქვია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. რა არგუმენტია ეს საერთოდ რომ რაღაცა აი უკადრებელი იკადრა და რაღაცა აი იკადრე ხა რა უნდა ეთქვა ხა ისეთი ადამიანი. აი რა აი ასეთი ამბავი რომ მაგრამ თუ შეიგინა რატო შეიგინა გიჟია ყვილად ხარ შეიგინა და რაღაცა მანამდე მოხდა ხო? ოღონდ დააკვირდი როგორ არის იწება ჩვენ მე ჩერდება გამოყავთ და მე კიდე ესე ხო გავიგე მაგრამ ხა ის რო შეგინებამდე მივიდა რატო მივიდა ეგეც ვიკითხოთ ნუ მოკლედ იქნებ მასაც შეაგინეს ხო გავარჩევთ ალბათ საღამომდე გაირჩევა ეს ამბავი პრომიშნალ საკითხებს გავარჩიოთ კი ბატონო ჩვენ პრომიშნალ საკითხები გავარჩიოთ პრემიერ-მინისტრის გამოშვას უსმინეთ ალბათ ბევრი ისაუბრა საგარეო ურთიერთობებზეც, რაღაც აზიასთან ურთიერთობაზე, აზერბაიჯანთან, ისაუბრა ამერიკასთან ურთიერთობაზე, თქვა რომ ჩვენი მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაო. ისაუბრა ასევე იმ თემებზე, რაც ხდება ცხინვალში და ჩვენ ვიცით რომ ბოლო დროში საკმაოდ ისეთი ნაბიჯები გადაიდგან და ბევრი საუბრობს რომ ანექსიისთვის ემზადება ცხინვალის რუსეთი ბოლომდე მიერთებისთვის. ამიტომ ირაკლი ყობახიძემ თქვა ასეთი რამ რომ ჩვენ ვაგრძელებთ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და ჩვენი ამოცანა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულება საქართველოს და რუსეთს შორის. აქ წითელი ხაზი უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასო. ეს პრაგმატული პოლიტიკა რაში გამოიხატება თქვენ? ხო, ამაზე ხა ბევრჯერ გვისაუბრია ალბათ ყველას, ვინც სხვადასხვა ეთერებში წლების განმავლობაში უკვე საერთოდ ეს სიტყვა პრაგმატული პოლიტიკა, პრაგმატული საგარეო პოლიტიკა რას ნიშნავს ქართული ოცნების განმარტებით, ცოტა ძნელი აღსაქმელი არის, იმიტომ რომ ის საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც ბოლო წლებში იდგმება, რომელიც ფაქტობრივად იზოლაციისკენ მიყავს. ყოველ შემთხვევაში ტრადიციული მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორობისგან ქვეყანა და უკვე რეალურად რაღაცა ერთ ვექტორზე არის მთლიანად გადართული, მოდი კრებისთად აზიური ვექტორი, აღმოსავლეთის ვექტორი რო დავარქვათ. ეს არ ამგონია ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იყოს, ბუნებრივია ყველა ჩვენც ახლა ჯერ საქართველოსაც თქვათ წერები არაერთხელ საუბრობთ მნიშვნელობაზე, რომ საქართველოს კონდეს, რა თქმა უნდა, ყველასთან ესეთი
ურთიერთობები, რომელიც პირველ რიგში საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივი არავინ არ არის წინააღმდეგი მაგალითად ურთიერთობის გაღრმავებასთან არც ერთ ქვეყანასთან, მით უმეტეს სამეზობლოსთან ან თუნდაც ჩინეთი იყოს. მაგრამ კონკრეტული შინაარსი რეალურად ამის უკარა დგას, ხო? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც მართლა სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომელსაც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების გულისხმობ ქარტიაში გეწერა, იქ პირდაპირ წერიან მუხლით, რომ ამერიკა დაიცავს საქართველოს ტერიტორიულ პროტექტორი, სიტყვა ნახმარი, საქართველოს ინტერესებს, უსაფრთხოების ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას, ესეც ქვეყანასთან ნულამდე დაკავს ურთიერთობები და სტრატეგიულ აბრალებს ბაიდენს. არა, ხა ეს აბრალებს ერთი საკითხი არის და სტრატეგიულ ურთიერთობებზე რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლას აანონსებს სახელმწიფოსთან, რომელსაც რეალურად საერთოდ არანაირი ფორმალური დოკუმენტი არ არის ჯერჯერობით გაფორმებული ყოველ შემთხვევაში. დღის სინათლე არ უნახავს ასეთ დოკუმენტს და ბუნებრივია. მარტივი რაღაც არის, ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია პირდაპირ 78 მუხლში რა უნდა იყოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. დაავალდებულებს სახელმწიფოს ყველა შტოს, ყველა სტრუქტურას და ყველაფერი გააკეთოს ამ კონსტიტუციური ჩანაწერის რეალიზაციისთვის. ჩვენ ახლა რო არ განმეორდე, ხო? ბოლო 3 წელია რასაც უყურებ, ყველაფერი კეთდება ამის აწინააღმდეგოდ. ამიტომ ხა ეს საგარეო მე უფრო რაღაცა მართლებას უფრო დავარქმევდი, რაც დღეს მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრისგან, ვიდრე ესეთი კონკრეტული ხედვა საგარეო პოლიტიკური, რომელი ეროვნული ინტერესების რეალიზაციას რა ემსახურება და რა კონკრეტული შინაარსია. ძალიან ზოგადი და ესეთი საუბარი არის, ხო? იგივე ტექსტებით გამოდიდა ყველა წინამორბედი პრემიერ-მინისტრი, როდესაც სამეზობლო პოლიტიკაზე ან ცენტრალურ აზიაზე იყო საუბარი. არასოდეს საქართველოს ისტორიაში არც ერთ ლიდერს არ უთქვავს განსხვავებული სიტყვა, არც ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით. მით უმეტეს სამეზობლოს და ასე შემდეგ, ხო? რამდენად რეალურია თქვენი ზრდა, რომ რუსეთის ეს ასე ვთქვათ ანექსიის ცდელობა დაიზარდოს უკვე სერიოზული რაღაცა. მეცეთ რა არის, აი რომ დაინიშნა საერთოდ პრემიერ-მინისტრად სანამ ეხლა ვთქვათ გადადგებოდა გაგლოევი, ხო? მანამდეც უკვე იყო მოლოდინი და პრინციპში ყველა ელოდებოდა, რომ უფრო მოგვიანებით საერთოდ ამ 27-ში იყო. თუ სწორედ მახსოვს შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები, რომ ის ჩაანაცვლებდა. მაგრამ ძალიან ფორსირებულად და მალე მოხდა. მე პირდაპირ გინდა თუ არ დაუკავშირდებოდი ანექსიის ასე ვთქვათ დაჩქარების პროცესს, იმიტომ რომ რა იყო ისეთი, რასაც გაგლოევი ხელს არ აწევდა. ამ ანექსიური პროცესისთვის პრინციპში ყველაფერში თანამონაწილე იყო რუსეთის პოლიტიკის, რაც ხინვალის რეგიონში ხდებოდა. აქედან გამომდინარე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში რუსეთმა ასე ვთქვათ, აი თავისი მოსკოვიდან წამოსული ნამესნიკები ბევრ ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკაში მიავლინა, მათ შორის დაღესტანშიც, ინგუშეთშიც, სადაც აი პირდაპირ არა ადგილობრივი ელიტის წარმომადგენელი დასვა. და სავსებით მოსალოდნელი და შესაძლებელია, რომ იგივე პროცესის გაგრძელება იყოს, თქვათ ახლა იმის ჩანაცვლებაც. მისი ისტორიაც არ ვიცი თუ იცით, აი სუფთა რუსი ჩინოვნიკია შეიძლება ითქვას. კამბალაევი, ხო თუ? ხო. მოსკოვში გაკეთებული კურჩატოვის ინსტიტუტში ნამუშევარი და ძალიან ისეთი კარიერული, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკი არის რუსი. ეთნიკურადაც არა იმ ოსური ქვეჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც ხინვალის რეგიონში არის გავრცელებული, სხვა ასე ვთქვათ განშტოებიდან არის. აი რა გამოჩნდება მათ ახლო პერიოდში რა შეიძლება იყოს რუსეთიდან არის, ხო? ხო, და რა გამოჩნდება, რა შეიძლება ვთქვათ, ხო, მაგრამ ეს საინტერესო რა არის, როცა ხელისუფლება ამბობს პრაგმატულ პოლიტიკას, რაში გამოიხატება მათი პრაგმატული პოლიტიკა? არაფერზე ხმა არ ამოიღო. ხო, ეგ არის. ანუ გაჩუმდნენ, რაც არ უნდა ქნას რუსეთმა, ხმა არ ამოიღო. ეს სოფლა პრაგმატული პოლიტიკა, ანუ არაფერზე ხმა არ ამოიღო. ხო, არის საუბარი, ხა ჯარი წახვიდე და ცდილობენ ხო საუბარი რაღაცა გააპროტესტე მაინც, ხო? არაფერზე ერთადად იყენებენ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების კონტექსტში სასაუბროთ და იმასთან შედარებით, რომ აი სააკაშვილის რიტორიკა როგორც იყო და მის განკარგული აბიჯები და დონეზე მაინც თუ აქვს მოლაპარაკება ისე არა. მე ნაკლებ სავარაუდო მგონია, იმიტომ რომ რუსეთს რეგიონში აქვს ძალიან მკვეთრად განსაზღვრული წითელი ხაზები, ისინი ყველა დონეზე იძახიან, რომ არ გადაიხედება არც აღიარების საკითხი, არც არანაირი დათმობები ამ მიმართულებით არ იგეგმვა, უფრო მეტი მაქსიმალურად ცდილობენ უფრო და უფრო რეგიონების მიბმას, ხო? ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, საერთოდ რაც არ უნდა, საერთოდ რომ პუტინი აღარ იყოს ახლო მომავალში, ყოველ შემთხვევაში სანამ ესეთი რუსეთი არის, ჩვენს რეგიონთან მიმართებაში საგარეო პოლიტიკურ კურსს არ შეიცვლის, იმიტომ რომ ეს ღრმად გამჯდარი არგუმენტები არის. რომელიც რუსეთის ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ელიტა იზიარებს, ყველა აკადემიური წრე იზიარებს, რომ იმისთვის რომ კავკასია მას აკონტროლონ, აი მარტივი ფორმულირება რა თქვა, მათ უნდა კონდეთ ყოფნა, მათ შორის სამხედრო კავკასიის ქეთ სამხრეთ. ესენი ამას არ დათმობენ, არც ერთი ასე ვთქვათ პოლიტიკური გარიგების სანაცვლოდ, ყოველ შემთხვევაში სანამ ესეთი კონფიგურაცია
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბუნებრივი ხა უკრაინის შედეგებიც ომის როგორ განვითარდება და ზოგადად რა გავლენას იქონიეს რუსეთს. თუმცა ჩვენის მოცემულობა ბუნებრივი უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ხა გეოგრაფიული მეზობელია რუსეთი და ამ ფაქტორის გათვალისწინება, აი პრაგმატული გათვალისწინება, რა თქმა უნდა, ყოველთვის საჭირო იქნება. ხო, ნუ საბოლოო ჯამში შეიძლება ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი იყო ბოდიშის მოხდა ივანიშვილის მხრიდან. ხო, ეგეც მაგალითია, რა ემსახურებოდა არანაირი შედეგი არ გამოუტანა ეს როგორც აი რაღაცა ქარს გატანებული სიტყვები ისე გამოვიდა ბუნებრივია სწორედ იმის გამო, რაზეც მე აქამდე ვსაუბრობდი. არანაირი ბოდიში არ უშველის რუსეთის ეროვნულ ინტერესებს, ეს მათი ინტერესია, რომ იყვნენ ისე როგორც არის. რას ცდილობს ოცნება, ხო? ანუ რის მიღწევას ცდილობს? ერთადერთი იმის, რომ რამე პრობლემა არ შეუქმნას რუსეთმა მათ მართლობაში ყოფნას? მეც ანალოგიურად ვფიქრობ სინამდვილეში, ანუ საერთო ჯამში მთელი ეს პროცესები ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან არ უნდათ რაღაც ანექსიური პროცესები იყოს, იმიტომ რომ ეს დამოკლეს מחველივი თვითონ პოლიტიკური კრიზისის პოტენციური პოლიტიკური კრიზისის შემცველია თვითონ ქართული ოცნებისთვის, ხო, რა უნდა გააკეთოს თუ ეს პროცესები მართლაც განვითარდება, რუსეთი ამ ნაბიჯებს გადადგავს. ძალიან შეზღუდული იქნება და აი პრაგმატულ პოლიტიკას რო ახსენებს, აი აქ კაფიოთ იგზნობს ქართული ოცნების ხელისუფლება, მართლა მარტოობა, სტრატეგიული მარტოობა, რომელიც დღეს რომელშიც საქართველოს დღეს იმყოფება ევროპული და ამერიკული დახმარების გარეშე, აი ესეთი ანექსიური პროცესის პირობებში მართლა რას ნიშნავს, როდესაც მართლა მათ ხარდაჭერა დაჭირდებათ იმ ქვეყნების, რომელიც აქამდე ტრადიციულად საინტერესო მაგ კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა იტრაბახა, რომ აი არაღიარების პოლიტიკასო ჩვენო კარგად მიუყვებითო და აგერ სტატისტიკას მოწვევსო, რომ რამდენი ქვეყანა ჩვენ ამ არაღიარების გარანტი არის ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ კობახიძის გამო არ არის. რა თქმა უნდა, სამართლებრივად არის ჩანაწერი, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს სუვერენიტეტს ამ სახელმწიფოების და დამოუკიდებლობას, ყველანაირი ფინანსური, ასე ვთქვათ, დახმარების და რაღაც კავშირების შანსს დაკარგავს ამერიკის შეერთებული შტატებთან. აი ეს არის, იმიტომ რომ ვიძახი ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა და არა ის ჩინეთზე აცხადებენ და საერთოდ არაფერში რო არჩას. არც ერთი რეზოლუცია ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს, რომ ვიღაცა რაღაც აფრიკის ქვეყანა რო არ აღიარებს, რომელიც საერთოდ შეიძლება არც იცის საქართველოს სად არის და საერთოდ არ ადარდებს, ეხლა საქართველოს სამხრეთ ოსეთი არც გაუგია, არ აღიარებს, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ უნდა ურთიერთობას გაგვიჭიროს. ანუ ამერიკის პარტნიორობა რაში გამოიხატება, რომ კითხულობ, ამაში გამოიხატება, რომ ნაურუმაც კი უგან წაიღო, როგორც მახსოვს. ამერიკამ თითი რო დაუგია. ეს არის კონკრეტული შინაარსი. ჩვენი შეეშინდა, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა და ამიტომ კითხების ნიშნები იმიტომ ჩდება ჩინეთზე, როცა საუბრობენ, რომ განა რამეს დაგვირდა რუსეთთან დიალოგს დაგვირდა შუამავლობას დაგვირდა რას აკეთებს საერთაშორისო არენაზე ერთხელ არავის არ დაცდენია სიტყვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მე გავახსენე ბოლო ჩანაწერში ორჯერ კი სააკაშვილის დროს როდესაც გაფორმდა რაღაცა ესეთი თანამშრომლობის ხელშეკრულება ჩინეთთან იქ იყო ესეთი რა თქმა უნდა მოცემულობა და ესეთი ჩანაწერი იმის იქით ასე ვთქვათ აი ახლა პერიოდში ხო მსგავსი არაფერი არ არის მე მახსოვს იმას რა ქვია ლუკაშენკოს ინტერვიუ რომელმაც კითხა ჟურნალისტმა რომ 2008 წელს როცა რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა თქვენ რატო არ აღიარეთო და ლუკაშენკო პირდაპირ ყვება რომ მაშინდელი ნატოს გენერალური დივანი თუ ყოფილი იმ დროისთვის უკვე ხავიერ სოლანა ჩამოვიდა დასავლეთიდან გზავნილი ჩამომიტანა და მითხრა რომ თუ აღიარებთ SWIFT-დან გაგთიშავთო აი ამ ბანკის საბანკო პროგრამიდან და ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ ანუ ესე იგი ნატო წარმომადგენელი ვარ ჩასულიყო და არ დამუქრებოდა ლუკაშენკოსაც აღიარებული ექნებოდა ხო სამხრეთ ოსეთი და მე ზოგჯერ რჩება ისეთი შტაბის სტილები მე გონია რომ დახმარება მარტო იმით არის რომ ნატო ტანკით უნდა შემოვიდეს და იმით რა ქვია. დახმარება ვისაც აინტერესებს შეუძლია შევიდეს ამერიკის მთავრობის ადმინისტრაციის საიტი არის საგარეო დახმარებაზე. დეტალებში არის ის მილიარდები ჩაშლილი, რაც საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან აქვს. ფულის გარდა აი მე ხაფულზე ვიძახი მარტო მატერიალური ამხელა. მე თქვა ზუსტად რომ მე ისეთი შტაბის დილება მჩება რომ ყველაფერს ეს ქართული ოცნება ის თელამ საგარეო პოლიტიკას, რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და აი უყურებს რაღაც პროპაგანდისტულ ჭრილში მხოლოდ რა ანუ როცა ის გველაპარაკი მათ საჯარო განცხადებები არაფერი არ დგას ამის უკან ეს შინაარსი პოლიტიკა არა ეს არის წმინდა პროპაგანდა ყველა საკითხი ყველა თითქმის ყველა თემა გამოიყენება შიდა მოხმარების პროპაგანდისთვის ერთი სპიკერი გამოდის რაღაცა ცოტა ესეთი შინაარსიან რაღაცა მართლა პრაგმატულ განცხადებას აკეთებს რაღაცა იმედს რომ გიჩეს რომ შეიძლება მართლა რაღაცა ნაბიჯები გადაედგას პარალელურად აუცილებლად თან მოყვება რომელიმე ესე ვთქვათ
ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის, აი მთელი ამ პროპაგანდით გამსჭვალული რაღაცა მიგივე ანტიდასავლური განცხადებები და ასე შემდეგ. აი მუდმივად ამუშავებენ საზოგადოებრივ ალსამომართულებით. ხო, ну კი ბატონო, და დღესაც ახლა ბევრი განცხადება გაკეთდა ახლა ევროპასთან დაკავშირებით ვიზა ლიბერალიზაციას გვაშანტაჟებენ ანუ ევროპა გვაშანტაჟებს. ბაიდენი არ ვიცი რაღაც იმაში გვაშანტაჟებს აღარ სუვერენიტეტს შეგვითრებდა და ну ხო, ასე შემდეგ. არ ვიცი, მოკლედ რომ შევაჯამოთ, სადა მივიდის ეს პოლიტიკა საბოლოო ჯამში. არაფერი, ეს იქნება მარტოობის პოლიტიკა, იმ თუ დასავლეთთან მართლა ურთიერთობების ჭრილში დავაყენებთ ამ ყველაფერს განსაკუთრებით აი მაგალითი რომ მოვიტანე იგივე ანექსიის პროცესები რომ დაიწყოს, აი უფრო მწვავედ ვიგრძნობთ, ან ნებისმიერი კრიზისის შემთხვევაში, როდესაც საქართველოს დაჭირდება მართლა თავისი პარტნიორებისა და თქვათ სტრატეგიული ყოფილი პარტნიორების ყოფის ხაზგასმით ვამბობ, დახმარება იქ ვიგრძნობთ რა ხელმძღვანელობა ქონდა, თუმცა ამ სახელმწიფოების მუშაობას და ისა მართლა ამერიკის შეერთებული შტატების კეთილი ნება არის დღევანდელ ადმინისტრაცია ჯერ კიდევ რომ მუდმივად ხაზს უსვამს რომ ის რჩება თქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარდაჭერა და ასე შემდეგ. ეს დარწმუნებული ვარ ეს ხაზი გაგრძელდება, მაგრამ ქართული ოცნების პოლიტიკა რომ საგარეო მიმართულებით არანაირად არ აძლიერებს საქართველოს პოზიციებს არც ერთი მიმართულებით, გარდა იმ ყადაღებული რაღაცა ეკონომიკური თანამშრომლობისა ჩინეთთან და ასე შემდეგ, ხო, ამას ასევე ისეა რა. უსაფრთხოების პოლიტიკაში არაფერი არ არის გადადგმული, ну აი ყველაზე სუსტი რგოლი ვარ ამ თვალსაზრისით, საერთოდ არა მარტო სამეზობლოში, კი არა უკვე ფართოდ დიდ რეგიონში, ხო, მაგალითად ძალიან ისა. ხო, ეს კიდე ცალკე თემაა, სამწუხაროდ დრო მოიწურა, მადლობა დიდი განაცემაში სტუმრობისთვის. გიორგი ანთაძე ჯერ საქართველოს წევრი იყო ჩვენი სტუმარი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე მშვიდობებით კვირამდე, კვირას 8 საათზე გადაცემით პოლიტ ქალაქი შევხვდებით ერთად.